ლელა სიხარულიძე. ეხლა მე მოგიყვებით საიდან ვიცნობ ლელას. ლელას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, აი ამ ხელ ვიცნობდი. აი ამ ხელა რო იყო, მაშინ გავიცანი, ანუ პიონერთა სასახლეში დადიოდა ვოკალურ წრეზე. და მეც იქ მუშაობდი ვოკალურ წრეზე, დედაჩემთან მუშაობდი კონცერტმეისტერად. და იცით რა დამამახტო, მე კონცერტები იყო იქ ძალიან ბევრი სტუმრობანა ერთი ამბავი და ლელა ყოველთვის მონაწილეობდა ესეთ ღონისძიებებში. და ჩვენი ერთგულსაც მოვიდა ამ კონცერტზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონცერტზე და ვიღაც ახალი ბავშვი, ცისფერი ლამაზი თვალებით, ლამაზი ღიმილით და აი თვალებში რომ ჭყვიალა რომ გამოდის ხოლმე, აი ეგეთი. და მოვისმინე, ეხლა კაი ბავშვი იყო, მღერო და რაც თავარია, თავისი ასაკისთვის ძალიან თამამი იყო სცენაზე. თამამი როგორ, აი ზედმეტობა არ ქონდა, რა თქმა უნდა. მაგრამ აი თითქოს აქ დაიბადა და აქ ბერდებოდა. აი ესეთი იყო სცენაზე. პირველი სიმღერა, რაც ლელასგან დამამახსოვრდა, ეს იყო ჯემალ ადამაშვილის სიმღერა ლელა ლელა. ესე ერქვა ამ სიმღერას. და ეს სიმღერა ბატონმა ჯემალმა დაუწერა ლელას. და იქ იყო როგორი ტექსტი, იცით? ლელა 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 გოგო ცუგრუმელა. მართლა ტექსტიც მიუსადაგეს ზუსტად ლელას ხასიათს. ლელას უყვარს ლექსები, ლექსებს უყვარს ლელა და ასე შემდეგ. ნუ ეს იყო მაგის სავიზიტო ბარათი და ყველა კონცერტზე ესე არის, იცით, მაყურებელი არის ყოველთვის სხვადასხვა, მაგრამ შენ ყოველთვის ის სიმღერა უნდა იმღერო, რაც მაყურებელს უყვარს შენგან. ამიტომ ლელას ძალიან ხშირად უწევდა ამ სიმღერის მღერა და მიუხედავად მისი ასაკისა, არასოდეს არ იღლებოდა, რომ აი ეს ხო მიმღერია, რაღაც ეგეთი არასოდეს არ ქონდა. ლელა მახსოვს მე სუპატარა გოგო კაცო დაამთავრა სკოლა, ჩააბარა, მაშინ იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი და ეხლა არის ილიაუნი და მე ვიყავი მაშინ ხელმძღვანელი საესტრადო ანსამბლები ერქვა მაშინ ამ სწორედ ვთქვათ ინსტიტუტის ხელმძღვანელი საესტრადო ანსამბლისა და ну მაშინ მოგესალმებით იმართებოდა ეგრეთ წოდებული სტუდენტური დღეები. სადაც მთელი ვისაც რა შეეძლო ზოგი ცეკვა, ზოგი ლექსი, ზოგი ასე გამოდიოდა და ფაკულტეტებს შორის იყო შეჯიბრი, მე რაღაცნაირად დაიკარგა და ძალიან მაღალ დონეზე იყო ეს სხვათა შორის და მე დასკვნითი იმართებოდა უკვე ყველა საუკეთესო ნომრები ფილარმონიაში. ყველა ეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო ნომრები აიღებდა. ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო და ძალიან მაღალი დონე იყო, მინდა გითხრა პროფესიონალი. ნუ ახლა გპი ანუ პოლიტექნიკური რო ყველა ჯობდა, ახლა მაგაც წყალი არ გაუვა, არავინ აფერი არ თქვას, იმიტომ რომ ყველგან ვარ ნამყოფი, ყველგან ვარ გამოსული სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ვიცი ვის რა დონე ქონდა. მაგრამ რის თქმა მინდა რომ ეს იყო სტუდენტური დღეები, აი სწორედ ტალანტების აღმომჩენი. და ეს ერთ-ერთი ესე მარგალიტი იყო ლელა, იმიტომ რომ მოვიდა
წარმოიდგინეთ, ხა ეს სტუდენტური დღეებისთვის არ იმზადება და მე ესე იგი ვისაც ვნახავდით ჩვენ ხა მით უმეტეს ხელმძღვანელი ყველა ფაკულტეტის იმაზე დადიოდა გამოსვლაზე და არჩევდა ხა ვინ შეიძლება დაუშვათ ანსამბლს თლიანობაში ინსტიტუტის ანსამბლს გამოადგეს, ხო, ვინ არის ნიჭიერი. ახსავს ეს სიცოცხლით. ნუ ეხა ახალგაზრდა ეხა ყველას საკ თავისი სიცოცხლის დამარა. ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული მარგალიტი, რომელიც აიწყინავდა, იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც სასწაულად უხაროდა სიცოცხლე. აი სულ ღიმილი, სულ რაღაცა ხახახი, სულ რაღაც ოხუნჯობა, ზოგჯერ მაიმუნობდა, ხანც კი პურწამართვია, ხან რა, ნუ აი როგორი ცოცხალი და როგორი ენერგიული, აუ, ეუბნებოდი, შენ რა კერჩხიბი ხარ, კაცო, ეს მეერე უკვე. მე აღმოჩნდა რომ ლომის ელემენტები ქონდა ძალიან ბევრი, იქიდან მოდიოდა ცეცხლოვანი ენერგია, თუმცა ნუ ზოდიაქოთ კერჩხიბი იყო, ემოციური მზნობი არა, ძალიან ისეთი. ტემპერამენტიანი ლელას გვერდით ვერ ჩაიძინებდი, გამორიცხული იყო რა და რო გამოვიდა მანერა ძალიან მომეწონა, ძალიან დახვიწილი ნოტები, ბგერების, ესე იგი და ტექნიკა კიდე ესე იგი ამ ბგერითი, ამან კიდე გამოვცა ამ პატარა გოგოში საიდან. დავიჩავწდე გულის თქმას, მონახო გულის სიარა, მაგ შენ საქციელს მითხარი, სახელად მე დავქვიარა. გაოცებული რად მიცქე, რად ვერა გაგიგიარა. ხვალამდე ასე ლოდილში იქნებს ეს გადმოეარა. რა ყოფილა ეს აპრილი, უსიტყვოდ თავბრუდა მახვია. რა ყოფილა ეს აპრილი, ვაი რა ცეცხლში გამახვია. ესეთი ასოციაცია აქვს ამდენი წლების მერე ხო ლელას სიხარულიც ულამაზეს, უსაყვარლესი, უკეთილშობილესი იყო ჩემი ძმა. ხო შეიძლება ქალზე თქვა რა ჩემი ძმა. ძმა რატო? იმიტომ რომ ისეთი გვერდში დგომა იცოდა, ისეთი მეგობრობა იცოდა, ისეთი სიყვარული, დახმარება გადაყვებოდა თან მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან მაგარი მომღერალი. მაგარი თავიდან რა თქმა უნდა მაგარი არავინ არ არის. აი მე რომ უკვე ჩამოყალიბდები და უკვე ისწავლი და უკვე რომ უნდა აფეთქო და უკვე იწყებოდა მესი სიმღერების აფეთქება, აი მაშინ მოხდა ეს უბედურება და რა თქმა უნდა იმ სიზნელებს და იმ ტკივილს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვილაპარაკებ იმაზე თუ როგორი პიროვნება იყო. მოკლედ მოყვებ ერთ ისტორიას, საფხულია, ვართ მასთან ოჯახში, გვაქვს 5 კილო მარწყვი, 2 ყუთი შამპანური და ვიწყებთ დალევას. მე მერაბ სეფაშვილი და ჩვენი მეგობრები. უკვე ვიწყებთ და უცბად კარებზე ზარია, ისე ვზივართ ესეთი საფხულის ფორმებში. შემოდის მამუკა ჩარკვიანი. და ესეთი და მამუკაო, მოდი, შემოვიდა და 2 სიმღერა დავწერეოდა. მაინტერესებს რომ მოგასმენიოთ, რომ გამომივიდა თუ არაო, დიდი ხნის წინ ამას გეუბნები. ერთ-ერთი სიმღერა და ეს 2 რომელიც სიმღერები იყო, იცით? სულ ყველაზე ლამაზი და მეორე რა ახლოს ახართ? აი ეს 2 სიმღერა და ეხლა მერაბა სეფაშვილი და მერაბი, ნუ ჩვენი უდიდესი მომღერალი და გონია რომ ხა მერაბი იტყვის და რაღაც უნდა თქვას და ლელამ მიაფარა პირზე ხელი. ეხლა არ შემაგინებინო თუ ეს 2 სიმღერა ჩემია. ყველაზე ლამაზი შენი თვალისფერია, შენზე უსაყვარლესი ქვეყანა და ნაფერია. ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიას, მე რომ გელიცოდე ასე არასადგელია. მე რომ გელიცოდე
ასე არც ადგელია კელს შეგაბავ მარგალიტებს ყველა ჩემი ცრემლია სიყვარულში იცოდე წუხარებაც ბევრია ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიას მე რომ აქელი იცოდე ასე არც ადგელია მე რომ აქელი იცოდე ასე არც ადგელია მე და ლელა მეგობრები ვიყავით და 1996 წელი იყო დამირეკა და მითხრა რომ ვაკეთებო ჩემს პირველ სოლო კონცერტს ბერიკონში. ნუ ძალიან გამიხარდა, მოთხოვნა ძალიან კარგი. იცი რაო, დოიმ უნდა დადგასო ეს კონცერტიო და ძალიან მინდაო რომ შენ გადაიღო და მომთხარ ლელა მე არ ვარ რეჟისორი თქო, არ გადამეღია კონცერტი არასდროს თქო და არაო, გინდა თუ არა მე მიციო რომ შენ ამას კარგად გააკეთებ და შენ მინდა გადაიღო და ნუ დავთანხმდი, ეს იყო ჩემთვის ასე ვთქვათ პირველი შეხება რეჟისორის პროფესიასთან და გადავიღე ეს კონცერტი, რამაც შემდგომში განაპირობა ჩემი პროფესია, ანუ ლელა სიხარულიძის კონცერტის გადაღებამ განაპირობა ის, რომ მე გავხდი რეჟისორი. როგორ გითხრა მიყვარ ახარ მიყვარ ხარ არა მეყოფა სიტყვები ამას ჩემი სიყვარულით მიხდები დარდო ჩემო და ჩემო თბილისო სიყვარულო თბილისო სიხარულო სიკვდილამდე შენთანავა სიკვდილამდე შენთანავა დარდო ჩემო და ჩემო თბილისო ლელა რაც იყო ცხოვრებაში, ის იყო სცენაზე. ის ხასიათი რაც ჰქონდა ცხოვრებაში, ის იყო სცენაზე. აი ბობოქარი, ესეთი როგორ გითხრა, შემოქმედებითად აი ბობოქარი იყო, აი ცეცხლი ენთო სულ მის სიმღერაში, აი თუ მოусმენთ მის ჩანაწერებს, აი რა ხასიათსაც დაიჭერთ სიმღერაში, ის ხასიათი ჰქონდა არ თამაშობდა სცენაზე. აი ის იყო რაც იყო. ძალიან პოპულარული გახდა ძალიან მალე. და შემჩნევი რას უკველია ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ არანაირი სცენის შიში. ხა მე უკვე დაგვეწყო ესეთი კონცერტები, რა ხა წარმოიდგინეთ მარტო იქ ილეონში 500 კაციანი კლუბია, ხო, დიდი საკონცერტო, სადაც ეს იმართება. ეკაც უამრავი ხან უცხოელები ჩამოვიდნენ ხან რა, მე ხან გასვლები ქონდა, რაღაცეები, სხვა ფესტივალებზე გამოდიოდი და არანაირი შიში, არანაირი კომპლექსი ვგიჟდებოდი ეს პატარა გოგო. როგორ ახერხებს პირიქით, აქეთ შეუძახებ და რაც ხვირპერი ჩამოგე, რაღაცა ეგ არ ვიცი რა და იყო ისეთ სტიმულატორი ყველასთვის, აი რო იტყვიან ძრავა, ანსამბლის ძრავა, ლელა რომ მოდიოდა, ამათ თუ ეძინებოდათ, ყველა იღვიწებდა ერთდროულად, იმიტომ არაცხლიდა. ამას თქვის, აბა ეხლა ეს, აბა ისე თან არნახული შრომის უნარიან. სანამ კომპოზიცია, აი მე ვისვენებდი ლელა რომ მოდიოდა, რატო? იმიტომ რომ მე საქმე აღარ მქონდა რეალურად. თვითონ აკეთებდა რა, დირიჟორობდა, იქ რიტმი ესა, ამას უსწორებდა პიანისტ, ეს კომპოზიცია, ეს ნოტა ამიღე. ეს თუ არ ამიღე, რაღაც ყურში ცუდად მესმის. მე ხვდი, აი პროფესიონალი იყო უკვე ეს პატარა გოგო. Anatebis de
ლამაზი იყო ძალიან, იცით, და ეს სილამაზე და ეს ნიჭი, სიმღერის ნიჭი რაღაც ერთად ორმაგძალას, სამაგძალას მატებდა იმ მაყურებელსაც, რო უყურებდა ახლა ლამაზი რა. ამ შემთხვევაში ჩვენ შეჩვეულებით რომ გამოვიღას ლამაზი და ისე იმღერებს რაღაცნაირად და მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ძალიან ლამაზი ხარ და თან კარგად რომ ღერი ხარ, ახლა თან ენერგეტიკა როგორი ქარიზმა, იცი რომ ჯერ ერთი მამაკაცების უდიდესი ნაწილი დატყვევებული იყო მისი სილამაზით. თან მოქმედება იცოდა, მოძრაობა იცოდა, მოფერება იცოდა, მოსვლა პირდაპირ სიმღერის დროს. ერთხელ მოიყო რომ მოვედით ორხმაში რაღაცა ვიმღერეთ მახსოვს, მაგრამ რაღაც შემეშალა, იმიტომ რომ უყურებდი ყოველ დღე სხვანაირად მომწონდა რა. ყოველ დღე მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვე ერთად ყოფილიყავით, 2 თვე, 3 თვე, მე 1-3 თვე არ ყოფილიყავით. ყოველ დღე სხვანაირ სილამაზეს პოულობდი მასში. არ უყვარდა გადამეტებით რა თქმა უნდა თავის თავზე ლაპარაკი, უბრალოდ ჩვენ რასაც ვეუბნებოდით, გვეთანხმებოდა ან არა. და არ უყვარდა არავისზე ლაპარაკი ცუდის. მე ბევრი ძალიან კარგი სიმღერა იმღერა, ძალიან კარგი სიმღერები დარჩა მისი ნამღერი. დარჩა როგორ, დღესაც რომ მღერიან სულ ზევით, მაგრამ ესა მაგალითად ირინოლა ძალიან ბევრი კარგი სიმღერები შეასრულა, თუმცა მაგისთვისაც იყო რაღაც სიმღერები, რაც იწერებოდა. რა ვიცი, მეტი კიდე ყოველთვის ესე ღიმილით მახსენდება ხოლმე ჩვენი ლელა. Სახართ ხებომსესთა რახლო სახართ მზესთან აზარებო გაუხელია თვალები ნესტად დამაღერის თამარა მეფისა მეფო ჩვენი საქმელი უთუოდ დღეს ვთქვათ რა დროს შიშია დამოგრძალება ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან და ალბათ მალე ჩამოვბრძანდება Gazapkulis, Guapsilamaze, Suzevi, Magla, Nazis percebze, Shestu alepsuze, Sinatalis peri, Moburuda zahama. Ubnevia Michaki guze Suzeni sevit Magla da magla Nazris percebze Shestu alepsuze Sinatris peri
არაორდინალური ადამიანი იყო მეგობრობაშიც, იმიტომ რომ მეგობრობაც ესეთი იცოდა რა. შეეძლო დილის 9 საათზე დაგდგომოდა ეს ძმაკაცი, რაღაცა წავიდეთ იქ, წავმოვიდეთ აქ. აი ესეთი მეგობრობა ქონდა მე და ლელას, ძალიან ახლობელი იყო ჩემი და ძალიან მეგობრობდით. რაც შეეხება სცენას, სულ მღეროდა, სულ რაღაცა ერთი ფილმი იყო ესეთი აურზაული სალხინეთში, ხო? ხო და იქ თამაშობდა. იქ პატარა ბავშვი არა, მაგრამ უკვე მღეროდა და სულ მეუნებოდა გასულ. მე როდიდან მღერი ვარ, ხო და კინოს უყურეთ და ნახავთ რა. იუმორიც ჰქონდა ეს გურული, რა ვიცი, ყველაფერი ერთად ეს ცოტა როგორ გითხრათ რა, არაორდინალური იყო იმ ხრივ რომ ეს გურული ხასიათი არ ასვენებდა. სულ მოძრაობდა, სულ რაღაცა იმაში იყო, ფორიაქში. ძალიან სამართლიანი ტიპი იყო და ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან კარგი მეგობარი იყო რა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს, რომ გარდა ყველაფრისა იყო მეგობარი. ერთხელაც დამირეკა და მითხრა რომ ცუდად ვარ. რა თქვა რა მოხდა კაცო შენ და ცუდად და რა თქმა არც ცინის აღარც ის ხმა არ არის მივხვდი რომ მართლა ცუდადაა საქმე იმიტომ რომ ლელა თუ დაგირეკავდა ხარ ზეწელი იუმორია ესეთი ექსპრესია მოდიოდა ლაპარაკის დროს ხმიდა რომ რას ამბობ ფრთები გესწრებოდა ადამიანს და აქ ვიგრძანი რომ მკვდარია ენერგია არ მოდის რაღაცა ამბავია წავედი ლელასთან თვარცხვი ფალიაშვილის ქუჩაზე იყო სახში მივედი ასე მიყვება რომ ასეთი ამბავია მოკლედ და მოკლედ იქ იყო რაღაც შეყვარების ამბავი მთელი არასასურველი ფორმა მქონდა ამას ყველაფერს რაღაცები ურჩია არ გააკეთე ეს არაფერი სამწუხაროდ და აგვისტოში მაშინ იყავი ძალიან მთხილა და ყურადღებით შენ თუ აგვისტოში აი ეს წერტილი და ზუსტად უთხარი დრო არ გადალახებ თხილა წინ დახედულად ხო შეიძლება აგვისტო ვერ ჩამთავრო ხო და არ ვიციო შეიძლება ვერ ჩამთავრო და მართალი ხარო შენ მეთხარი ეს პოზიცია ნიშნავს იმას რომ შენ უკვე მზად ხარ ამ სისულელისთვის და მოდი მოემზადე სხვა რაღაცისთვის რომ შენ ეს გადალახო ხო და წინასწარ გაფრთხილებული ხარ, შეარაღებული ხარ, გაკ ყველა საშუალება რომ ამას გვერდი აუვარო. მიახლა მინდა გიყვარადე, გადამადო გულის ნადები, სანამ სხვა შემიღავარადება, სანამ სხვა შეუღოვარადები, სანამ სხვა შეუღოვარადები. Guarde, scassi magari furtiva, usate di ara una gara, si cavo e popamazzine, si cavo e popamazzine, mia paura di guarde, cadamato pulisonate შემიღავარადება სანამ სხვა შეუღოვარადები სანამ სხვა შეუღოვარადები ხო თავისი ამ ესეთი ენერგიულობისა ძალიან გულჩათხრობილი იყო ძალიან ფაქიზი ადამიანი იყო არ იყო ადვილი ადამიანი ძალიან ღრმა იყო და ბევრს ფიქრობდა. მიუხედავად ეს თავისი არასტანდარტულობისა, ძალიან თბილი იყო და ბევრ ამის განიცდიდა. მას არ შეეძლო სანახევროდ რაღაცა. სიყვარულიც უნდა ყოფილიყო ბოლომდე და იმაში უნდა დამწვარიყო. სიმღერაც იყო ესეთი, რომ გამოდიოდა ის ბოლომდე იხარჯებოდა. მე ხომ მახსოვს ახლა ოფლი მის სახეზე ხო რეპეტიციების დროს ზოგჯერ ვეუბნებოდი რომ კაცო შენ თავს თუ არინდებ ცოტა ხან ეს ბიჭები დაინდე ცოტა დავისვენოთ სად არის დასვენების დრო იძახდა რა დროს დასვენება დავისვენოთ მერე როცა დავმთავრებთ
გიშდებოდი ამ პატარა გოგოს კაცო, რა შემართება ვერ უხსნედი რომ შენ ცეცხლის ენერგიები გაქვს ბევრი, შენ არ იღლები. მაგრამ ეს ხო არ არის ცეცხლი, ამას უნდა ცოტა დასვენება, რაღაცა წყალი უნდა ბოლოვა და რაღაცა უნდა ხო? ხო და ნუ აი ესეთი იყო გესმის და ის სიმღერაში, იმ გამოსვლაში ბოლომდე დებდა თუ კი რამე შეეძლო ჩაედო. აი რომ ეთქვა რომ აი ხალტურანი ზარმაც აპაპაპ ეგეთი რამე არა, გამორიცხული იყო. ამიტომ საოცარი პიროვნება იყო, რომელიც აი ესე რა, მეტეორივით შემოპრინდა, გაანათა და ასე უცებ ჩაქრა. სამწუხაროდ.